დიახ, ეთანხმები ამ მოწოდებებს. ამ საკითხზე მხოლოდ ხელისუფლება, ეგრეთ წოდებული ხელისუფლება უნდა საუბრობდეს, უნდა საუბრობდეს დეტალებით, ტრანსპარენტულად და გამჭვირვალედ და უნდა მოგვაწოდოს მთელს საქართველოს მოსახლეობას კონკრეტული ფაქტები, კონკრეტული გადაწყვეტილების უკან მდგომი სამოტივაციო არგუმენტაცია, ის რომ რაღაცა ეს ამ ინფორმაციამ რეალურად გამოჟონა და იზოლებული გახდა ვინც განაცხადა ამ ინფორმაციის გაცხადება. იმიტომ ვიცით ჩვენ რომ არ არის დამალული რაც არ გაცხადდება და შესაბამისად ეს ტემპი უკვე რომელიც აკრეფილი იყო, რომელიც გამოწვეულია თვითონ ნავთობის მეოთხე უმსხვილესი მარაგების მქონე ქვეყანაში და ამ გადამამუშავებელ ქვეყანაში, რომ საკუთარ მოსახლეობაზე, საკუთარ ოკუპირებულ ტერიტორიებსაც ის ვეღარ უზრუნველყოფს ამ ნავთობპროდუქტების მიწოდებით, გააჩინა ეს დიდი მოთხოვნა. რა თქმა უნდა, ესეთი მოთხოვნა როცა ჩდება ასევე სპეკულაციური ხარბი ადამიანების მოტივაცია იზრდება, რომ მათ რაღაც უკანონო ხვრელების ამოვსებით ამ გარკვეულ მომენტებში იშოვონ დიდი ფული, ეს გამორიცხული არ არის, თუმცა ნებისმიერი პასუხისმგებლიანი, კეთილსინდისიერი და კეთილგონიერი ხელისუფლების დანიშნულება, რომ სახელმწიფოებრივ დონეზე ისინი სახელმწიფო არ გახდეს ხელისშემწყობი კრიმინალური დანაშაულებს. ჩვენ ამას ვაკვირდებით ახლა რაც ხდება, ეს არის ჩვეულებრივი გაცხადებული კრიმინალური ქრონიკა. მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებამ თქვა, რომ ეს კანონი დაშვებული ნებართვა აქვს ამ კომპანიას მიცემული, ეს კანონი, რა თქმა უნდა, თეორიაში ამ ქვეყანაში არსებობს ეს კანონი, თუმცა ეს კანონი საჭიროებს დამატებით განმარტებებს. ეს არის კანონქვემდებარე აქტი, რომელზეც ზემოთ დგას ის ძირითადი ოკუპაციის კანონი, რომელიც ჩვენ ყველამ ვიცით და ვალდებულები ვართ, რომ დავიცვათ. ეს ტრანზაქციები, რომელიც ახლა გაცხადდა უბრალოდ, თუ არა, ჩვენ არ ვიცით ამის წინ განცხადებებამდე რა ხდებოდა, როგორ ხდებოდა, რა ტიპის ტვირთი შედიოდა, არა მარტო საწვავი, არამედ შესაძლებელია თურმე ეს არხი მუშაობდა, იმიტომ ჩვენ ასევე გუშინ ვნახეთ, რომ ამ ბენზინ მზიდებს, მანქანებს აცილებს ოფიციალური ხელისუფლების ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენელი მანქანა. ეს 90-იან წლებში იყო ასეთი თუმცა ეს თორცდები, ეს ინფორმაცია არ დასტურდება ნებისმიერ შემთხვევაში კითხვებს წარმოშობს. ოფიციალური გზებით არ დასტურდება, მაგრამ იმ ვიზუალური მასალით, რომელიც არის ის ავტომობილი, რომელიც მთელი ამ გზის განმავლობაში ამ ბენზინმზიდებს მიყვება, არის რეგისტრირებული ოფიციალურად სახელმწიფო სამსახურებზე და მაღალ ჩინოსნებზე ძალოვანი სტრუქტურების. ამიტომ თუ რა თქმა უნდა თეორიულად შესაძლებელია, რომ ის მაღალ ჩინოსანი დროის ამ მონაკვეთში ღამე სეირნობდა და მისი ჰობი არის ალბათ ესეთი ბენზინმზიდი მანქანების უკან ესკორტად სიარული, მაშინ ის სხვა დანაშაულს ჩადიოდა, ის სამსახურებრივი მოვალეობას და სამსახურებრივი ავტომობილით არასამსახურებრივ დანიშნულებისთვის იყენებდა. ანუ ამ შემთხვევაში ახსნა განმარტება გასაკეთებელია, ჩვენ ესეთი ბრიყვები არა ვართ. ამიტომ ეს პროცესი თვითონ, თავი რომ დავანებოთ ამ ყველაფერს, ეს არის ძალიან მძიმე ფაქტი, ხოლო მარტო კანონმდებლობი და გამოდამას კანონმდებლები და იურისტები რო კარგად შეაფასებენ, ეკონომიკურად ეს არანაირი ეფექტის მომტანი არ არის კონკრეტულად სახელმწიფოებრივი დონეზე. ეს ფაქტი არანაირად ხელს არ უწყობს და არ უმსუბუქებს ცხოვრებას ჩვენს თანამოქალაქეებს, განსაკუთრებით ვინც გალის ტერიტორიაზე, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოხვედრილი, რომელსაც კარგად გავიხსენოთ, რომ შეზღუდული აქვთ ქართულ ენაზე სწავლის განათლების მიღება, შეზღუდული აქვთ ყველანაირი მათი უფლებები, რაც საქართველოს მოქალაქე და არამჩენ მოქალაქეებს შეგვიძლია მეტნაკლებად რეალიზება გაუკეთოთ, მიუხედავად ამ დრაკონული კანონებისა, რომელიც ახლა ხანს იქნა მიღებული. აქედან გამომდინარე, ეს პროდუქტი არანაირად არ ატარებს ჰუმანიტარულ ხასიათს, თუ ჰუმანიტარული ხასიათი რომ ქონოდა, ეს ხდება წინასწარ ამის ყველაფრის ორგანიზება, ამას აქვს თავისი წესი, თავისი კომუნიკაცია და ასე შემდეგ და ჩვენ ვიცით, რომ იქ რაღაც სამშვიდობო ნაწილში ეუთოს სადამკვირვებლო მისიაც არსებობს და მით უმეტეს მათთვისაც არაფერი ცნობილი არ არის. აქედან გამომდინარე, ყველანაირი ესეთი სპეკულაცია, რომ ეს ფორმები ემსახურება რაღაცა კეთილ და კარგ ასე ვთქვათ мотивაციებს არის სიყალბე, სიცრუე, ეკონომიკურად ეს რა თქმა უნდა თითქოს რაოდენობა თავიდანაც გაჟღერდა 3000 ტონა, რა თქმა უნდა ძალიან დიდი რაოდენობაა, თუმცა ახლა ნელ-ნელა გამოვიდა ინფორმაცია, რომ 300 შემდეგ 100 ტონა
ასე შემდეგ. რაოდენობაში ეს შეიძლება არ წარმოადგენდეს დიდ რაოდენობებს, მაგრამ თვითონ ფაქტი და ის შესაძლებლობა, რომელმაც შეიძლება მიგვიყვანოს საერთაშორისო სანქციებით დაწყებული სხვადასხვა რეპუტაციული რისკებით გაგრძელებული და სხვა ფიზიკური ზიანებით, გაცილებით უფრო მეტ სიწონის, ვიდრე ეს თან ასეთ უპასუხისმგებლო განცხადებები ამ კონკრეტული იმპორტიორისგან. აუცილებლად უნდა გავიხსენოთ სხვათა შორის ამ ინფორმაციასთან დაკავშირებით, ანუ როგორ განვითარდა მოვლენები, ეს არის კითხვაზე პასუხის შედეგად დადასტურებული ინფორმაცია, ხო, რომელიც სხვათა შორის დაუსვით ირაკლი კობახიძეს რუსოფობიის შესახებ გამართულ ბრიფინგზე, ხო, ერთ-ერთ კითხვაზე პასუხი, მაშინ როდესაც ჰუმანიტარული მიზანი არანაირად არ შეიძლება იყოს, თქვათ, ან საკრიტიკო, ან დასაძრახი, ეს ღიად შეიძლებოდა ეთქვა სახელმწიფოს, გამოეტანა ეს ინფორმაცია და გაევრცელებინა როგორც შემდგარი ფაქტი ან დაგეგმილი ამბავი, ხომ? აი თავისთავად კითხვის ნიშნის შემცველი ამ ამბავში რა არის და თუ შეგიძლიათ კიდევ უფრო მეტი ასევე რო გითხრათ აი რისკებთან დაკავშირებით, აი რა ტიპის რისკების შემცველია იმ ფონზე, იმ ვითარების ფონზე, რომელიც არის ამ ხრივ რეგიონში? კი, რაც შეეხება რუსოფობია, რუსოფილის განცხადებას, მოდით მე ამაზე თავ შევიკავებ, იმაზე მეტი თქვა, თავად. არა, ამაზე არ გეკითხებით, ანუ ამ ბრიფინგზე, სადაც თავარ გამოწვევად იყო დასახელებული, ერთ-ერთ კითხვაზე პასუხი იყო. მე პირადად ცოტა ისე მომავალ ბრიფინგს ალბათ ბატონი კობახიძე გააკეთებს გეორგიევსკის ლენტის თანხვედრით, იმიტომ და აშკარად ეს გეორგიევსკი ტრაქტატიც არასწორი წიგნებით აქვს ნასწავლი ისტორიაში და აშკარად სხვა იმითი არიან და რაღაც კარგი გონიათ. რაც შეეხება ეკონომიკურ ნაწილს, საკმაოდ მძიმე სიტუაცია შეიძლება თეორიულად კი არა და პრაქტიკულადაც შეიქმნას, იმიტომ რომ ეს არის უკვე სანქციების არიდების კიდევ ერთი დადასტურებული ფაქტი. ჩვენ ვიცით, რომ ეს ტერიტორია არის ოკუპირებული და იცის თელმა სამყარომ დედამიწაზე არსებული ცივილიზებული სამყაროს უდიდესი ნაწილი არ აღიარებს ამ ტერიტორიას, აღიარებს როგორც ოკუპირებულს და აღიარებს როგორც მართულს რუსეთის მხრიდან. შესაბამისად, იქ მოხვედრილი ეს საწვავი უბრალოდ ხსნის უფრო მეტ, ასე ვთქვათ, პანდორას ყუთის გახსნის უფრო პროვოკატორი გახდა, იმიტომ რომ თუ იქ თეორიულად შედის ესეთი სახით საწვავი ასეთი რაოდენობით, რომელიც სრულად არ კონტროლდება არც საქართველოს საზღვრიდან, რეალურად რა გავიდა იმ ავტომობილებიდან არავინ არ იცის და რეალურად იქ რა შედის, არ ვიცით. თუმცა ამან უფრო დამატებითი ყურადღება მიიქცია, გამოაჩინა ის მოწყვლადობა ამ საზღვრის, რომელსაც რუსეთი აკონტროლებს თავიდან ბოლომდე და გააჩენს აუცილებლად ახალ კითხვებს და მოიზიდავს ჩვენი ქვეყნისთვის არასაჭირო ყურადღებას დამატებითი სასანქციო ჯგუფების მხრიდან შედის თუ არა გამოიყენება თუ არა. აი სანქციების დასაბუთებაზე საუბრობთ ახლა თქვენ ხო, რა შეიძლება იყოს? აი ჩვენ ნახეთ კომპანიის განცხადებას Repsolis კონკრეტულად, რომელიც ამბობს, რომ სად განახორციელებს შეპეს სოლიდუსი ნაყიდი ნავთობპროდუქტების რეალიზაციას მათთან არ თანხმდება და ეს ცდება მათი პასუხისმგებლობის ფარგლებს. აი ეს განცხადება რამდენად შეუშლის, თქვათ, არ ვიცი ხელს ამ პროცესს, ამ საკითხის შესწავლის შემთხვევაში, სხვათა შორის ახლა გასაგებია, ხო, აგვისტოს შუა რიცხვებია, რაღაც არ დადეგების პერიოდია შესაბამისი პირებისთვის და სპეციალისტები იმასაც ამბობდნენ, რომ სექტემბერში, როდესაც ეს გავა აგვისტო, ამ საკითხს შემდეგ დაეთმობა შესაბამისი ყურადღება და ის შესწავლა საჭიროებს. აი ამ ნაწილზე რისი თქმა შეგიძლიათ, თქვათ, რამდენად აზღვევს ამგვარი, თქვათ, გადამისამართება, ნისრების გადატანა მათ, ვინც უწყობს ხელს ამ პროცესს და ამ რგოლში მონაწილეობს და შეუძლებელია, რომ ეს ხელისუფლების თანხმობის გარეშე იყოს და არც არის, ხომ? ანუ ჩვენ ხო ვნახეთ 11 აგვისტოს დადგენილება, იქ ცვლილება და ასე შემდეგ, საბოლოოდ, რომლითაც ეს, ასე ვთქვათ, სქემა შედგა. იცით, ერთი რომ არ დადეგები, რა თქმა უნდა, არის გლობალურად ადამიანები ისვენებენ, მაგრამ ეს ინსტიტუტები არ ისვენებენ, ინსტიტუტები მუშაობენ და იკვლევენ ამ ყველაფერს და ინფორმაცია გროვდება, ანალიზირდება და შესაბამისად რისკების დაზღვევისთვის შემდეგ ხდება რაღაც პრევენციული ნაბიჯების გადადგმა და ეს არანაირად ჩვენ დროს არ მოგვაგებინებს ამ ნაწილში.
მეორე ნაწილია კომპანია Repsol-ის განცხადება, ჩვეულებრივი განცხადებაა, რა თქმა უნდა, იურიდიულად ეს ყველაფერი გამართულია, რაც Repsol-მა თქვა. ეს არის კომპანია, რომელიც ყიდის გარკვეულ პროდუქტს და მომსახურებას და ის აღარ ჩაეძიება და არ KYC ფორმის შევსებას, როგორც ჩანს, თავის კლიენტებს არ სთხოვს და ამ დარგში ეს არ არის ესეთი პრაქტიკა. ეს ერთი ნაწილი, მაგრამ ცნობილი სიტყვა არის ესეთი, პავლე მოციქულის ყველაფერი ნებადართულია ჩემთვის, მაგრამ ყველაფერი განასასარგებლო როდია. შესაბამისად, აი ამ მორალური ბიზნესის კეთების მორალური ფონიდან უნდა გამოვიდეთ, რომელიც კანონით არ რეგულირდება, მაგრამ რეგულირდება რაღაცა მორალური წესებით, საქმის კეთების. ჩვენ არავის ამ ნაწილში არ იმოშობით, რა თქმა უნდა, იურიდიული პასუხისმგებლობა სრულყოფილად ეკისრება სახელმწიფოს ხელისუფლებას და იმ კომპანიას, რომელიც აი ამ საქმიანობას ეწევა, რომელიც თავიდან ბოლომდე შეხმატკილებულად მუშაობს ფაქტი დადასტურდა სახელმწიფოსთან. სახელმწიფომ კი შეგენებულად, ამ შემთხვევაში საქართველოს დანარჩენი ტერიტორიაც უკვე ოკუპირებულია, ჩვენ შეგვიძლია ასე თამამად ვთქვათ, შეგენებულად თანამშრომლობს ისეთ სახელმწიფოსთან, რომელიც არის სამხედრო დანაშაულში, ეჭვმიტანილ კი არა, ბრალდებული ოფიციალურად, რომელზეც არის სანქციების 21 პაკეტი ევროკავშირის მხრიდან შეკაზმული, ასე ვთქვათ, და ძალიან დამძიმებული, რომელზეც არის ყველა ნებისმიერი ცივილიზებული და გავლენიანი სახელმწიფოების ძალიან მძიმე რადარის ქვეშ მოქცეული. შესაბამისად, გვინდა თუ არ გვინდა, საქართველოს ყველა მოქალაქე ხდება აი ამ ბოროტების ძალის სანქცირებული ქვეყნის და სანქცირებული ქვეყნის ეკონომიკის ხელშემწყობი ასეთი სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილებებით. ეს არ ეხება მარტო ამ კონკრეტულ შემთხვევაში კომპანია Repsol-ს. ეს ეხება აბსოლუტურად ყველას, ვინც ამ სახით ასეთი ტიპის გარიგებებში ნებით თუ უნებლიეთ შედის. მაგრამ ასეთ გარიგებებში შესვლას უკვე ეს კომპანიებიც დამოუკიდებლად ესე ვერ აკონტროლებენ, მაგალითად საბანკო სისტემაზე აქვს ეს დოქტრინულად დაწესებული სისტემა, რომ მაგალითად მე და თქვენ რომ მოვინდომოთ რაღაც თანხის გადარიცხვა რუსეთში ან ესეთი ოკუპირებულ ან სანქცირებულ კომპანიაზე, ბანკები ამას არ გაგუკეთებინებენ, მოგთხოვენ შესაბამისი ფორმების შევსებას, სადაც გამოჩნდება თუ ჩვენ მოვიტყუებით ისინი ადვილად მიხვდებიან, თუ არ მოვიტყუებით, ეგრევე უარს მივიღებთ. მაგრამ ესეთი კომპანიები, მაგალითად სხვილი იმპორტიორები, საწვავის იქნება თუ ხორბლის თუ რა ვიცი, მიკროპროცესორების და ასე შემდეგ, რომელიც სრულიად ლეგალურად შეიძლება საქართველოს ტერიტორიაზე შემოვიდეს და აქედან მე გადამისამართება ხდება უკვე სანქცირებულ ქვეყნებში, ამ ასეთ დოკუმენტაციას არ ითხოვენ, მათ არ აქვთ ესეთი დოქტრინა, ესეთი კულტურა და როგორც ჩანს, არც მორალურად არიან ამისთვის მზად და ან მათთვის ეს სხვა მე არანაირად არ განვიკითხავ ამ ბიზნესებს, მე უბრალოდ ვამბობ, რაც არის ფაქტი, ხო? ანუ ფაქტობრივი მოცემულობა. აქედან გამომდინარე, მთელი პასუხისმგებლობა კიდევ ერთხელ თავიდან ბოლომდე ეკისრება სახელმწიფოს. ეს არის მიზანმიმართულად შექმნილი საქმიანი ჭალებში გარემო, რომელიც ხელს ითბობს სანქციებით, ამ შეზღუდვებით დაწესებული შესაძლებლობების გამოყენებაზე. რა თქმა უნდა, როცა იზღუდება მიწოდება და მოთხოვნა დიდია, რა თქმა უნდა, ფასიც დიდია და ასეთი სპეკულაციური იდეებისთვის და ესეთი მოთევზავე სუბიექტები ესეთი არ გამოილევა სამწუხაროდ დედამიწაზე, არა მარტო საქართველოში, არამედ ყველგან. ამ შემთხვევაში უნდა იყოს მაღალ დონეზე და მოწოდების სიმაღლის სახელმწიფო, განსაკუთრებულად იმ ქვეყანასთან, რომელიც ჩვენთან პირდაპირ აგრესიით არის, რა დიპლომატიაზე და სახალხო დიპლომატიაზე ან რაღაც ბიზნესის განვითარებაზე საუბარია, როცა ჩვენს კონტროლებად ტერიტორიაზე გალში ჩვენ გვახსოვს ჩვენი მოქალაქის, ჩვენი თანამოქალაქის ცივსისხლიანი მკვლელობა და აი ამ ვიღაცა ხანი თუ ვიღაც გაუგებარი სუბიექტზე არანაირი ანუ სახლის თმაცარმი და რაღაცა საზღარი სუბიექტის მისი არანაირი რეაგირება სახელმწიფოს ფორმალურადაც კი არ გამოუჩენია და ეს ყველაფერი იმ მშვიდობიანი და ეკონომიკური აღმავლობის პირობებში ხდება, რომელიც ესე ყოველწუთში გვესმის. რაზე უნდა ვისაუბროთ, ხო? პირველ რიგში კიდევ და კიდევ ესეთი მცდელობები და ესეთი შედეგები უკვე, რომელიც ფაქტობრივად უკვე დამტკიცებულია, შესაბამის სასაქციო გამოძიებებზე მომუშავე ჯგუფებს, მიუხედავად იმისა, ისინი შვებულებაში იქნებიან თუ არ იქნებიან, აღუძრავს ახალ მოტივაციას, რომ მათ სხვა კუთხით და სხვა რისკების გააზრებით და ანალიზით შეხედონ აი ამ მონაკვეთს, ამ მაგისტრალს, ხდება თუ არა საწვავის გარდა კიდევ სხვა პროდუქცია ამ ტერიტორიაზე, რომელიც პირდაპირ 98%-ით შეგვიძლია
მტკიცებით ფორმით არა, მაგრამ დაშვებით, თქვათ რომ პირდაპირ რუსეთის ინტერესებისთვის არის გამიზნული და საწვავის გარდა ბევრად მძიმე და უფრო ბევრად რთული პროდუქტი შეიძლება მოხდეს. დიახ. აი ზუსტად ამაზე მინდოდა მეკითხა, ეხლა თქვენ რაც თქვით ბოლო წინადადებაში, სხვა პროდუქტი, აი ანალიტიკოსების ნაწილი კიდევ უფრო შორს წავიდა და გამოთქვა ეჭვი, რომ თქვათ ხობა შედიოდა სხვა სახის საქონელიც, რასთან დაკავშირებითაც ვიცით ხო, ძალიან დიდი ინტერესი შეიძლება არსებობდეს ამაზე, ამის რისკებზეც გითხარით ნიკა და ასევე აი მთელი ამ კვირის განმავლობაში, როდესაც ვესაუბრებოდით რესპონდენტებს, მათი ნაწილი ხაზს უსვამდა ერთ საკითხს, რომ გარდა ვთქვათ ხელშეწყობის საკითხისა, რომელიც რომლის მიმართაც ცალსახად უნდა დაისვას კითხვები და ხელისუფლებამ უნდა წარადგინოს ყველა დასაბუთება საბოლოო დანიშნულების ამ შეტანილი საწვავის, სახეზეა მარტივად დიდი ფულის შოვნის ასე ვთქვათ ამოქოქილი სქემა, ხო? რომელიც ხელს ათბობინებს გარკვეულ პირებს და ეს ყველაფერი არის გამყარებული იმგვარად, რომ რაღაც ახალი დადგენილებაც კი არ არის საჭირო, ვთქვათ, ამ პროდუქტის გადასატანად. აი ამ ნაწილზე რისი თქმა შეგიძლიათ, ეხა კორუფციული მიდრეკილებები რამდენად არის თავსებადი ქართულ ოცნებასთან, ამაზეც ხშირად გვისაუბრია, ამ ნაწილში რისი თქმა შეგიძლიათ? იცით, აქ ძალიან ბევრი საუბარი შეიძლება, მაგრამ მოდით თეორიებში ვაშევიდეთ, აუღრიშოთ ისევ და ისევ ფაქტობრივი გარემოებებიდან. ვიდრე იმ განცხადებამდე, სანამ ეს კონკრეტული ბატონები, სახელმწიფო წარმომადგენლები თვითონ არ იტყოდნენ, რომ აი კანონიერად მოხდა რაღაც თვეთის შეტანა, აქამდე ეს რომ არ ეთქვათ, ჩვენ ვიქნებოდით იმაში, რომ აი ჩვენ გავიგეთ, ნახეთ და რაღაც მოსაზრებებზე ვიქნებოდით და ან დაველოდებოდეთ რომელიმე სასანქციო ჯგუფის ახალ სანქციის პაკეტში ესეთი ამ კომპანიების სახელის აღმოჩენა, სადაც ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ არა იცით შეეშალათ ან წავიდა. ახლა უკვე ეს ფაქტობრივი გარემოება თვითონ სახელმწიფომ აღიარა, რომ ამას აკეთებს და ამას ხელს უთმობს. ახლა უკვე მტკიცების ვალდებულება ისევ სახელმწიფოს ხარეს არის გადმოსული უკვე ოფიციალურად, საქართველოს მოქალაქეების ხარესაც არის გადმოსული, ამიტომ ჩვენ უნდა მოვთხოვოთ პასუხი, ან ჩვენ ვართ იგივენაირად პასუხისგებლები საერთაშორისო ცივილურ სამყაროსთან, რომ ესეთი არხი აქ არსებობს, რომელიც არაოფიციალურად, რა თქმა უნდა, დიდი ხანია იყო, არაოფიციალურად ძალიან ბუნდოვანი, ცუდი კანონდარღვევითი რაღაც ზემოქმედებები ხდებოდა, ჩვენს მოქალაქეებს იტაცებდნენ და უკანონოდ აპატიმრებდნენ იქ და მერე გამოსასყიდით გამოყავს, ცხინვალში იქნება თუ გალის რაიონში იქნებოდა და ასე შემდეგ, მაგრამ ახლა ეს ყველაფერი გაოფიციალურდა და თვითონვე ეგრეთ წოდებული ხელისუფლების მხრიდან. ამიტომ მტკიცების და თავდაცვის რეჟიმში გადასვლა ოფიციალურად გამოცხადდა აი ამ განცხადების შემდეგ და აქედან გამომდინარე უკვე ვალდებულია სახელმწიფო რომ ეს ყველაფერი დეტალურად ტრანსპარენტულად ახსნას და დაამტკიცოს რომ ის რეალურად ხელს არ უწყობს აი ამ ხვრელის ამ შემთხვევაში ამ გზის გამოყენებას საწვავის კი არა კიდევ უფრო მძიმე კიდევ უფრო რთული სანქციური პროდუქტების არიდების გამო და ჩვენ ვიცით უკვე რომ ჩვენი ტერიტორია გამოიყენება ციფრული აქტივების ასე ვთქვათ ორიგინაციისთვის ისეთი მძიმე დანაშაულებრივი ორგანიზაციებისთვის და ომის ხელშეწყობისთვის პირდაპირ რუსეთისთვის ან ირანისთვის და ასე შემდეგ რომელიც სანქციების 21 პაკეტშიც მოხდა და მე-20 პაკეტშიც მოხდა ჩვენ ვიცით რომ დამტკიცებულია ეს ყველაფერი რომ ანუ სახელმწიფოები უმაღლეს სახელმწიფოებრივ დონეზე ხელშეწყობა ან კორუფციული გამოვლენილი ფაქტები იყო არა მარტო გამდიდრების პირადი გამდიდრების კუთხით არამედ პირდაპირ იკვეთებოდა საერთაშორისო ტერორიზმის ან საერთაშორისო ამ ომის და ამ ბარბაროსი ქვეყნების ხელშეწყობისთვის და ასე შემდეგ აქედან გამომდინარე ჩვენ უკვე როგორც ქვეყანა არა მარტო რაღაც კონკრეტული ვიღაცა მართველი გოლი იქნება თუ რაღაცა მთლიანად ყველა მოქალაქე თქვენ და მეც ანუ ვართ უკვე პასუხისგებლები რომ ამაზე ცივილიზებულ საზოგადოებასთან სამყაროსი გქონდეს უკვე ჩვენი პასუხები ეს რომ ხდება ეს უკვე დადასტურებულია ანუ ფაქტობრივად თვითაღიარება იყო რატომ ხდება და რატომ უშვებთ უნდა გავცეთ პასუხი მთელმა საზოგადოებამ ანუ ჩვენ ეს მოგწოს და გვინდა? იმიტომ ფულის შოვნა და გამდიდრება ცუდი მოვლენა არ არის. უბრალოდ ამ ყველაფერს აქვს თავისი მორალური ჩარჩოები და კანონიერების ჩარჩოები, ხო? კაცობრიობა შეთანხმდა ამაზე, არის ამ ფულის შოვნის ნაწილები და არის ისეთი მეთოდები, რომელიც კანონით ძალიან ისჯება. თორე იერარქიის ვაჭრობით და კიდევ ასე თქვა უკანონო
შემოსავლის ლეგალიზებით და ასე შემდეგ, ესეც ერთ-ერთი გზაა ფულის შოვნის, მაგრამ ამაზე ცივილიზებული სამყარო, იმიტომ არის შეთანხმებული, იმიტომაც არის ეს სასანქციო პაკეტები და ასე შემდეგ, რომ ესეთი პროცესები შეიზღუდოს. და ამ დროს გამოდის, რომ საქართველოს მიუხედავად იმისა, უკვე ჩვენ მე და თქვენ მონაწილეობთ თუ არა მაშინ პირდაპირ ჩვენი სახელმწიფო ამ შემთხვევაში მონაწილეობს ოფიციალურად იღებს, უკვე მან დაადასტურა უკვე, რომ კანონიერად მოხდაო აქ რაღაც ასეთი უკანონო საქმეების გაკეთება. ეს ნიშნავს, რომ პასუხისგებლობა მარტო ამ მართლ რგოლს კი არ ეკისრება, ეკისრება მთლიან საზოგადოებას, იმიტომ რომ ჩვენ უკვე ტრანსნაციონალური დანაშაულის ჩამდენი ქვეყნების სიაში შევედით, გვინდა თუ არ გვინდა ეს. ამაზე უნდა იყოს აქცენტი, ამიტომ ვითხოვთ ყველა ტრანსპარენტულობას, ამიტომ წუხთ იმისთვის და ისევ დაუბრუნდები პავლე მოციქულს, რომ ჩვენ გვჯერავს, რომ კი, ყველაფერი ნებადართულია ჩვენთვის, მაგრამ ყველაფერს სასარგებლო რომ არ არის, ჩვენთვის არ ვაკეთებთ ამას. და აქედან გამომდინარე, იგივე უკანონო მეთოდებითაც არ მდიდრდებით, მიუხედავად იმისა, რომ ყველას უნდა რომ საფრთხეში ავტოფარეხი კონდეს და ავტოფარეხში ძალიან ბევრი სუპერმანქანა ეყენოს მაგალითად ყველას, მაგრამ იმ მეთოდებით, რითიც ძირითადად ვაკვირდებით ჩვენ, რომ საქართველოში დიდრდებიან რაღაცა მცირე ჯგუფი ადამიანების, ამ გზას უმეტესობა და უმრავლესობა არ ირჩევს, მაგრამ სამწუხაროდ უმრავლესობა კითხვასაც არ სვავს და თავის მოქალაქეობრივ ვალს და პასუხისგებლობას რატომღაც გაუგბის. და ეს არის დიდი პრობლემა, იმიტომ რომ პასუხისგებლობა არსად არ მიდის, ის გვეწევა და გვეწევა როგორც ქვეყანას სრულყოფილად. და ამიტომ დროულად უნდა მოხდეს საზოგადოების ფართოდ დახუჭული თვალების გახელა, უნდა ანგარიშვალდებულება ხელისუფლებაში ვინც არიან იმ ადამიანებმა უფრო მეტად უნდა გაიაზრონ და მეტად ტრანსპარენტული პასუხები გაგვცენ და რაც შეიძლება სასწრაფოდ უნდა შეჩერდეს ასეთი პროცესები. იმიტომ დიდი რისკი არის ასევე იქიდან აი ამ ტრანზაქციის ანგარიშწორებისთვის 300 და 400 ტონაც არ არის პატარა თანხა. ჩვენს რომ გვესმოდეს, რამოდენიმე საკმაოდ დიდ მოცულობით ეს რაც გავიგეთ ნიკათორე. რაც გავიგეთ, კი, მაგრამ ჩვენ ასევე გავიგეთ იქიდან 18 ივლისიდან წარმოშობილ აქტივობაზე იყო სწორედ ის კორექტირება, რომელზეც წერდა 11 აგვისტოს განკარგულებაში მთავრობა, ასე რომ გაცილებით დიდი რაოდენობა შეიძლება იყოს, ასევე არ დაგვავიწყდეს, რომ ოცნების დეპუტატი იონა თამიშვილი 3000 ტონაზე წერდა, 300 თქვა შემდეგ ბატონმა არველაძემ, რომელიც სოლიდუს წარმოადგენს, თქვა რომ ამასობაში ვიდრე დაატყდა ეს აჟიოტაჟი და შეფასებები რა ხდებოდა 100 დაამატეს და შემდეგ კი ვნახეთ ასევე კადრებში ხა იმის გამოთვლა, ასე ვთქვათ, ექსპერტების საქმეა. ასე რომ დაზუსტებული რაოდენობის შესახებ ზუსტი ინფორმაცია შეუძლებელია რომ მქონდეს, ყოველ შემთხვევაში მთავრობა არ თვლის თავს ვალდებულად, რომ საზოგადოება ჩააყენოს საქმის კურსში. აი ეს ჰუმანიტარული პროცესი, რაზეც ისინი ამახვილებენ ყურადღებას და კეთილინების ჟესტი და დახმარება რა რაოდენობის საწვავს მოიცავს. ეს არ არის ჰუმანიტარული დახმარება, ბოდიშთან გაგაწყვეტინეთ და ეს არის ფისკალურადაც და მონეტარულადაც ჩვენ გვიდგას ძალიან დიდი რისკი. ეს ადამიანმა თვითონ თქვა რომ გადმოდის იქიდან ჩემოდენებით რაღაცა წყალებში ქეში, ეს არის ქაღალდის ფული, ეს არის მაკულატურა, პირდაპირ, დიახ, ეს არის მაკულატურა, რუსული ფული არის აბსოლუტური მაკულატურა, ის ქაღალდის ფასიც კი არა აქვს იმას, რაზეც ის არის დაბეჭდილი. გავიხსენოთ მილიარდობით რუსული რუბლების შემოტანის საქმე, რომელიც ერთ ადამიანს დაბრალდა რატომღაც და ასე უშველებელი თანხების გარეცხვაზე იყო საუბარი და ეს საკითხიც ისეა მიყურებული და მიყურადებული. საქმე გვაქვს ზუსტად ამ მოცულობის დარღვევასთან, რომელიც ძალიან მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის ლარსაც, ჩვენს ეკონომიკასაც და ამ ფულის მასის გაჩენაც კიდევ დამატებით ძალიან მძიმე გამოძიების საწინდარი გახდება აუცილებლად. ამიტომ მნიშვნელოვანია ხელისუფლებამ კიდევ და კიდევ აუცილებლად დეტალური ახსნა განმარტება მოგცეს საქართველოს საზოგადოებას. დიდი მადლობა ნიკა, დაგემშვიდობებით, ჯერ საქართველოს წარმომადგენელი ნიკო